მოგესალმებით ჩემო მაყურებლებო. დროში მოგზაურობა. იდეა დროის ერთი მონაკვეთიდან მეორეში გადაადგილებაზე, აწმყოდან წარსულში ან მომავალში. სივრცის ორ წერტილს შორის მოგზაურობის მსგავსად. ძირითადად ეს ხდება თეორიული გამოგონების დროის მანქანის მეშვეობით. დროში მოგზაურობის ცნება ფართოდ გავრცელებულია ფილოსოფიასა და ფანტასტიკაში. თუმცა გარკვეული შეზღუდვები აქვს თეორიულ ფიზიკაში. სადაც მსგავსი რამის განხორციელების მთავარ მეთოდად ითვლება კვანტურული მექანიკისა და ჭიის ხვრელის ნაზავი. ახლა კი ვისაუბრებ დროში მოგზაურობასთან დაკავშირებით 5 საინტერესო ფაქტზე. ბრიტანეთის მეტაფიზიკის სამეფო საზოგადოება ბოლო 150 წლის მანძილზე ცდილობს მოიპოვოს მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია დროში მოგზაურობასთან დაკავშირებით. მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციიდან საინტერესო ისაა, რომ დროში მოგზაურები წარსულიდან მომავალში უფრო მეტი რიცხვია, ვიდრე მომავლიდან წარსულში. ანუ ჩვენს დროში წარსულიდან უფრო მეტი ხალხი მოდის, ვიდრე მომავლიდან. ვინც წარსულიდან მოვიდა, ვერ მოერგო თანამედროვე სამყაროს და სიცოცხლე დაასრულა ან ფსიქიატრიულში, ან ციხეში. ხოლო ვინც მომავლიდან მოვიდა, ჩვენი სამყარო ნორმალურად აღიქვა. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ თუ დროში მოგზაურობა შესაძლებელია, ეს არ უნდა იყოს გამოგონილი დროის მანქანა, რომელსაც გაცილებით დიდი ენერგია სჭირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მანქანა გვჭირდება, რომელიც ენერგიას გადაიყვანს ძალიან დიდ სიჩქარეში, რომელიც ადამიანს საშუალებას მისცემს დედამიწაზე სივრცე შექმნას ენერგიით და სიჩქარით გადაადგილდეს დროში. სამწუხაროდ ამ ენერგიის მეცნიერულად შექმნა შეუძლებელია. მეცნიერების საბოლოო დასკვნა ის არის, რომ დროში მოგზაურობა შესაძლებელია სხვადასხვა სივრცის ადგილებიდან, მაგალითად როგორიცაა შავი ხვრელი, კოსმოსური გვირაბი, ჭიის ხვრელი და ასე შემდეგ. აინშტაინის ფარდობითობის თეორიასთან დაკავშირებით ბევრი მწერლები წერდნენ. ერთ-ერთმა მწერალმა ფადეი ბულგარინმა 1984 წელს დაწერა ფანტასტიკური მხატვრული ლიტერატურა სახელად 29 საუკუნის მოხეტიალე. ყველაზე პოპულარული პარადოქსი არის ბაბუას მკვლელი. მე თუ დავბრუნდები წარსულში და მოვკლავ ახალგაზრდა ბაბუას, ეს იმას ნიშნავს, რომ მე საერთოდ არ დავბადებულ ვარ და არც ვარსებობ. და თუ არ დავიბადები, ვერც წარსულში შევძლებ წასვლას და მის მოკვლას. ხოლო თუ დავბრუნდები დროში და მოვკლავ ჩემ ბაბუას, მოხუცს, მაშინ მე ვიცოცხლებ და გამომივა წარსულშიც დაბრუნება. აი ასეთი ლოგიკური პარადოქსი გახლავთ ეს მეოთხე ფაქტი. ცოტა უცნაურია, მაგრამ ეს თეორია მართალია. სტივენ ჰოკინგმა ექსპერიმენტალურად დაამტკიცა, რომ დროში მოგზაურობა შეუძლებელია. ახლა კი განვიხილოთ მან ეს როგორ შეძლო. სტივენ ჰოკინგმა მოაწყო დროში მოგზაურთა წვეულება, ხოლო მეორე დღეს გამოაქვეყნა სახალხოდ და დაპატიჟა ყველა დროში მოგზაური მსოფლიოს მასშტაბით. მაგრამ წინა დღეს სტივენ ჰოკინგი მარტო იყო და მის წვეულებაზე არავინ არ მისულა. ანუ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მაგალითად დღეს 11 რიცხვში მე მოვაწყე დროში მოგზაურობის წვეულება და მარტო მე ვიყავი ჩემს წვეულებაზე, ხოლო 12 რიცხვში მე დროში მოგზაურობის წვეულება ხალხს გავაგებინე და დავპატიჟე დროში მოგზაურები, მაგრამ მე 11 რიცხვში მარტო ვიყავი და არავინ არ მოსულა. აი ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარა და აქედან გამომდინარე დროში მოგზაურები ან დროში მოგზაური უნდა მისულიყო მის წვეულებაზე, მაგრამ არავინ არ მივიდა. ამით კი ჩვენი ვიდეო დასასრულს მივახლო და გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ საინტერესო ვიდეოებს.